მაღალი ტემპერატურის პირობებში ტყეში ხანძრის რისკის შესამცირებლად ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სახელმწიფო ტყის 350 ადგილას QR კოდებით საინფორმაციო ბანერები განათავსა და მოგზაურებს ტყეში ქცევის წესები განუმარტა. დაუდევრად მიტოვებული საცეცხლურები, სიგარეტის ნამწვავები, დატოვებული ბოთლები და ასე შემდეგ ძალიან ცუდი შედეგების მომტანია და ჩვენ ეს შედეგები ვიწვნიეთ რამდენიმე წლის განმავლობაში. იყო საშინელი ხანძრები, ძალიან ათეულობით და ასეულობით ჰექტარი დაიწვა და განადგურდა. გვაქვს ამ საინფორმაციო გამაფრთხილებელ ბანერებზე დატანილი QR კოდის მეშვეობით შეგვიძლია უფრო დეტალურად გავეცნოთ აკრძალვებსა და ზოგადი უსაფრთხოების წესებს, თუმცა იმ ტერიტორიებზე, სადაც ასეთი მოწყობილი ადგილი არ გვხვდება, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ თავად ვუზრუნველყოთ ისე კოცონის დანთება, რომ მან არ გამოიწვიოს ტყის ხანძარი. დაიცავით ტყეში ქცევის წესები, ასე ქვია კამპანიას, რომელიც ტყეში შესულ ადამიანებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის იმას, რომ ცეცხლის დანთება ხეების ქვეშ ძველ ნახანძრალებში წიწვოვან და გამხმარ ბალახიან ტერიტორიაზე აკრძალულია. კოცონის დასანთებად კი 1,5 მეტრის რადიუსი ხმელი ბალახისა და ფოთლებისაგან გათავისუფლებული უნდა იყოს. მოსაუზელია ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რაც თავისთავად ცხადია ზრდის რისკებს ხანძრებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ დაიცვას ზედმიწევნით ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც არსებობს. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას, ხოლო დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გაჩენის შემთხვევა 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.